მოახლოვდა მარხვა უკვე ორჩებად სიწება მარხვა და გველზადებით ქრისტიანი საოცარი ასპარეზისთვის არის ხოლმე ადამიანებს რაღაც ეზარებათ მარხვის დაწყება ან ნიშინია თუ შეიძლება იმგონია მაგრამ ამ დროს წესით ადამიანები მარხვის დაწყებას ერთმანეთს ულოცავენ ეს არის ის საოცარი პერიოდი როდესაც უფრო მეტად ვცდილობთ რომ ღმერთთან ახლოს ვიყოთ უფრო მეტი ვილოცოთ უფრო მეტი ვიშრომოთ სულიერად მეტი სიკეთე გავაკეთოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ქრისტიანისთვის ეს კვირა მიტევების კვირაა და არის ხოლმე შემთხვევები როცა სწორედ ამ დღეს ელოდებიან ადამიანები მიტევებისათვის არა უშავს ამასაც თავარი ადამიანებმა ერთმანეთს მიუტევოთ იყოს ეს დღე მაგრამ ზოგადად ყოველ დღე უნდა ვცდილობდეთ რომ მიუტევოთ არა მარტო უნდა ვცდილობდეთ არამედ ვალდებულები ვართ რომ მიუტევოთ მოვისმინეთ სახარება სადაც სიკეთეზე იყო საუბარი რომ სიკეთე დაფარულად უნდა გავაკეთოთ ლოცვაზე იყო საუბარი რომ დაფარულში უნდა ვილოცოთ გულით არა ხალხის დასანახად და შემდეგ უკვე უფალი საუფლო ლოცვას მამაოჩვენოს გვასწავლის სადაც მამაოჩვენოში პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს ნიშნავს იმას რომ ყოველდღიური საზრდელიც გჭირდება და ამასაც ვითხოვთ და არსობის პური რა თქმა უნდა არის წმინდა ზიარება და აი ამას ვითხოვთ ყოველდღიურად თუ ამრავი ადამიანი ყოველდღიურად მამაოჩვენოს შეიძლება რამდენიმეჯერაც ამბობს და არც კი იცის რა არის უფლის სისტონა ხორცან ზიარება და გამოდის რომ ეს ამაოდმეტ ყველაში ეთქლება ასეთი ლოცვა რომ ლოცვას ამბობს არ იცის რა უნდა გააკეთოს შემდეგ ამ დროს უფალი გველოდება ტაძარში შლის საუფლო ტრაპეზს და გვეპატიჟება ამ ტრაპეზზე სადაც მისის და ხორცს ვეზიარება ასევე პატიებას მამაოჩვენოში რაც შეეხება მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან აი ადრეც მithქვამს და გავემეორებ ცოტა რთულად გასაგები მოსასმენი სიტყვებია მაგრამ ნამდვილად ასეა რომ ადამიანმა შეიძლება მამაოჩვენოს ლოცვა თქვას და თავი დაიწყევოს ანუ რა იგულისხმება წყევაში ხო პური მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან რას ვეუბნებით ღმერთს რომ მაპატიე მე ისევე როგორც მე ვალდებულებას ვიღებ რომ ვაპატიო ჩემს მოვალეებს ვისაც ჩემს წინაშე ცობრალდა თუ მე არ ვაპატიებ მეც არ მაპატიო ღმერთი კი ჩვენ ცოდებს არ ვაპატიებს არ მოხდება ჯოჯოხეთში მოხვედრა ხო წევა ამ დროს ჩვენ ამას პირდებით ღმერთს რომ თუ მე არ ვაპატიებ ღმერთო შენც არ მაპატიო ჩემი ცოდები და ხედავთ ხო რა ყველა მნიშვნელობა აქვს პატიებას რომ ჩვენ უფრო გვჭირდება რომ სხვა ადამიანებს ვაპატიოთ ვიდრე თავად იმ ადამიანებს და ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ აი ამას რომ უნდა ვაპატიოთ თუნდაც გიყვარდეს მტერი შენი ადამიანებს უჭირთ ამ სიტყვების გაგება როგორ უნდა მიყვარდეს მტერი ამ დროს მტრისთვის ლოცვა შეგიძლია იმ მტრისთვის შეგიძლია სიკეთეც კი გააკეთო და პავლე მოციქულის თქვა მოსვევიც ამას გააკეთებს რომ იმ მტერს თავზე აგუზგზებული დაკვერცხლები რომ დაეყაროს დაახლოებით ასეთი პარალელი კეთდება იმას ნიშნავს რომ მტერსაც კი სიკეთე უნდა გავუკეთო ადამიანო იმიტომ რომ მტერი კი არ არის საყვარელი ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ბოროტება ჩვენ არ უნდა შეგვიძლოს ბოროტება ღმერთს იუდაც უყვარს და ის ეშმაკიც უყვარს რადგან ღმერთს უსიყვარულობა არ შეუძლია რომ იცოდეთ და ჩვენც უფალი გვეუბნება რომ ქრისტიანები იმიტომ გვქვია რომ ქრისტეს უნდა ვბაძავდეთ ამ ყველაფერში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რომ დავიწყოთ სიყვარულით მოვეცეთ ადამიანებს სიყვარულით თუნდაც ეს სიყვარული არ გაგვაჩნდეს მაგრამ რაღაცა მოქმედებით მაინც შევასრულოთ ეს ყველაფერი და მე ეს ყველაფერი სიყვარულში აუცილებლად ხატავ ერთმა დაგლოცოთ ერთმა ყველა გაკუთვნოთ მართვაში მარხვის დაწყებას ესე ვთქვათ კურთხევის აღება არ ჭირდება ქრისტიანებმა ვიცით როდესაც მარხვა იწყება ეს ჩვენი მოვალეობა რომ მარხვა უნდა დავიცვათ არის განსაკუთრებული შემთხვევები როდესაც ადამიანებს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამას ინდივიდუალურად მოწვევთან გაარკვევენ მაგრამ ადამიანს რომელსაც ქრისტიანად მიაჩნია თავი და გონია რომ მას მარხვა არ ჭირდება ამით თავად ღმერთს ეწინააღმდეგება პირველ რიგში მაცხოვარმა იმარხა ვიცით 40 დღე ნათლისღების შემდეგ
და ასევე როდესაც ბოროტი ძალები მოციქულებმაც კი ვერ განდევნეს და უბრალოდ მან გააყურნა ის ჭაბუკი, რა უთხრა რომ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვითა და მარხვით. თუ კი ადამიანი არ ლოცულობს, არ მარხულობს, ესე იგი ბოროტი ძალა განდევნილი არ არის და სამწუხაროდ მასთან ახლოს არის და ერთმა ყველა დაგვიცვას და დავიფაროთ ბოროტისაგან. ამინ.